მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან ალილოს მსვლელობა იწყება. მსვლელობა რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი აბაზაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ცნობილი ქართული საგალობელი ისმის ახლა რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც მალე მოიცავს თბილისის ქუჩებს, რადგან მსვლელობა იწყება ამ წუთებში. ალილოს თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეების სიმბოლურად აცოცხლებენ სახარებისეულ ეპიზოდებს, მწყემსებისა და მოგვების ფორმებში გამოწყობილები ასახიერებენ ქრისტეს შობის დღეს. აქლემი სპილო ურმებს შებმული ხარები არის ახლა რესპუბლიკის მოედანზე, სწორედ ამ ურმებზე აგროვებენ ნობათს, რომელსაც მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარში და შემდეგ უკვე დაურიგდებათ ბავშვთა სახლებსა და უპოვარ ადამიანებს. რაც შეეხება თავად ალილოს ტრადიციას, იგი საქართველოში ძველი საუკუნეებიდან აღენიშნებოდა, თუმცა საბჭოთა პერიოდის განმავლობაში იყო შეწყვეტილი და 25 წლის წინ აღდგა პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით. ძალიან მიხარია, რომ მე მაცხოვრე წესის ფორმა, რადგან სადაც პატარა ვიყავი, მოცნებობდი წესის ფორმის ჩაცმაზე და ერთი სული მოკონოთ ის გავიждდებოდი, რომ ჩამეცვა მე წესის ფორმა, რადგან პირველი წესებმა გაიგეს უფლის დაავადების შესახებ. შობის დღესასწაულს მიულოცავ სრულიად საქართველოს. აგერ უკვე მე რამდენი წელიწადია იმართება ეს საოცარი ტრადიცია ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, სრულიად საქართველოში. განსაკუთრებული დღეა და მინდა უსურვო სრულიად საქართველოს სიყვარული და განსაკუთრებით მთელი გულით სიმშვიდე, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება დღეს განსაკუთრებით მთლიანად სრულიად საქართველოს და ვიტყოდი იმას, რომ ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნება მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანაში და ისევ და ისევ ქვეყანას გამთლიანება. თალმა ღმერთმა დაუწოს საქართველოს ქართველი ერი ინედოს ღმერთმა, რომ ქართველმა ერმა შევისის ხორცოთ ქრისტიანული ცხოვრება, მართლმადიდებელი სარწმუნოება, უერთგლოთ ქრისტე ღმერთს და ქრისტე ღმერთი კიდევ არ დააყოვნებს და აუცილებლად საქართველოს გაერთიანებს, გაამთლიანებს. ქრისტეს შობის მახარებლები ასევე ალილოს მილოცვასთან ერთად მოქალაქეებს ურიგებენ სპეციალურ ბარათებს, რომელზეც ხატთან ერთად დატანელია პატრიარქ ილია მეორის მილოცვა. მიალილოებს კი უკვე ელოდებიან სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გადაიხდიან შობის პარაკლის და მიიტანენ ნობათს, რომელსაც შეაგროვებენ. შეგროვება დაწყებულია ნობათის და ნობათის შეგროვებაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა, ასევე პრეზიდენტის მეუღლემ. ეს მნიშვნელოვანი დღე არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ გუშინ დავესწარეთ საშუბაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში, სადაც მან ხაზი გაუსვა ერთის მხრივ მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის, რომელიც ღმერთისგან აქვს ადამიანს დანაცვლებული და მეორე რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე. ამპარტავნობა, ეგოიზმი ეს არის ის, რაც უშლის ადამიანს, რომ იფიქროს საერთო სიკეთეზე და იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლის ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანი არის არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებში არის, არამედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის კეთილდღეობის ზრდა ამ ქვეყანაში და ჩვენი საზოგადოების ინტერესია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც სამწუხაროდ იმყოფება დღეს სამყარო, საქართველოს მშვიდად გავატაროთ და ხედავთ, რომ 3 წელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დაპოზიციონირა ამ გარემოში, რომ ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან უსაფრთხო და რაც მთავარია ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც თავისთავად გამომდინარეობს ასევე უსაფრთხოებიდან და მშვიდობიდან. ულოცავ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს და შობა მართლაც არის ადამიანების სულში უფლის ქრისტეს განსახიერების, განცხოველების
უდიდესი დღესასწაული და ღმერთმა თვითოულ შეგვაგრძნობინოს ეს მადლი შობისა და ყველას კიდევ ერთხელ ულოცავ და მშვიდობიან შობა ახალ წელს უსურვებ. ულოცავ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე იყოს ჩვენი გაერთიანების და მშვიდობის საწინდარი. მიყვარხართ ყველა. ქრისტეშობის მახარებლებმა ალილოს ცნობილი ქართული საგალობლით უკვე დაიწყეს მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით და საზეიმო მსვლელობა მოიცავს სწორედ თბილისის ქუჩებს. ქრისტიანებისთვის ქრისტეშობა არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის ზეიმი, წმენის და განახლების დღე. მადლობა, პირდაპირ ეთერში გიორგი აბაზაძე გვერდებოდა. ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა